2 თვის თავზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო 5 დღის განმავლობაში არაერთ სოფელში და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, რომელიც არის კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა. ამიტომაც მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე აწერია ამზომველი, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა, ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობაში აუცილებელია მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტების შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში სახელმწიფო ანაზღაურებს ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად, იქნება ეს სერტიფიცირებული თუ არასერტიფიცირებული ამზომველი. ხოლო ამზომველებს მინდა ვურჩიო, რომ მოქალაქეს ეტყვიან, რომ თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ რომ თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო, ის დაიწყო 1 აგვისტოს და დღემდე ჩვენ 80,000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და 20,000-ზე მეტმა უკვე რეგისტრაცია წარმატებით დაასრულა.